საღამომშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. საგარეო საქმეთა მინისტრის ერთდღიანი ვიზიტი უნგრეთში მაკა ბოჭორიშვილმა დღე დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექციი დაასრულა, იქამდე კოლეგასთან ერთად პრესკონფერენცია გაიმართა. ოფიციალურმა ბუდაპეშტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რჩება როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერად. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მიუღებელია ბრიუსელის ჩარევა საქართველოს საქმეებში იმის გამო, რომ მთავრობა მშვიდობის მომხრეა. თავის მხრივ კოლეგას მადლობა გადაუხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ყურადღება შუადარაფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. რა გზავნილები მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორი უნგრეთისგან და როგორი იყო ვიზიტის დღის წესრიგი? ნანა გოგატაძე გვერდდება ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საჯარო ლექცია უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში და ამ წუთებში მაკა ბოჭორიშვილი ტოვებს ტერიტორიას. იქამდე კი ჩვენ მოვისმინეთ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების ერთობლივი პრესკონფერენცია, მოვისმინეთ ოფიციალური გზავნილები და დავიწყოთ პიტერ სიარტოთ, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გააკრიტიკა ბრიუსელის პოლიტიკა, ხოლო შეაქო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. თქვა, რომ საქართველო არის ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების მაგალითი. მან ასევე ისაუბრა ტრამპის პოლიტიკაზე და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, მათ შორის USAID-ისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვა, ვინაიდან პიტერ სიარტოს განცხადებით ისინი ერეოდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. საქართველო არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი გლობალური დიქტატურა ცდილობს მთავრობაზე წნეხს იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოდან ჩემი კოლეგა აქ მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება. ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს კრიზისია ბრიუსელის მოსაზრებით. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააკეთოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად ჩვენ მოვუწოდებთ მკაცრად იყოს გამოძიებული, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომელთა საშუალებითაც უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების ინტერესების გატარება ქვეყნებში. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ქვეყნის შიდა საქმეებში ბრიუსელის მხრიდან ჩარევა მიუღებელია. ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. მას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ჩვენგან ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად. უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატებისთვის მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ 100 მილიონი დოლარის ვაჭრობა განვახორციელებთ საქართველოსთან და ეს 20%-ით გაიზრდება წელს. ივნისში კიდევ ერთი მთავრობათა შორისი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტსა და თბილისში. ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხვამაც ჩაინიშნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას მიწვევისთვის, ამბასადორიალში მონაწილეობის მიღებისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციაში, პლენარულ დისკუსიაში. ასევე მან მადლობა გადაუხადა პიტერ სიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობაზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე რეგიონში და ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. გვექნება ეკონომიკური საბჭოს ხდომა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუადერეფნის პროექტში, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ევროკომისიის
კომისიისთვისაც და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციას, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ექსპერტული დახმარების კუთხით გვიწევთ. შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და მადლობა ამისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექციით. მაკა ბოჭორიშვილმა, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა უნგრელ კოლეგებს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სერბეთში ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა სერბეთის საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ოფიციალური ინფორმაციით განიხილეს საპარლამენტაშორისო კავშირების გაღრმავების გზები ქვეყნებს შორის და საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის საკითხები. ბევრი თემა გქონდა სასაუბრო, რაზეც ჩემს კოლეგასთან და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ორმხრივი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის. მეორე საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს იყო უსაფრთხოების საკითხები. მე მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული ოკუპაციის შესახებ. გქონდა საუბარი ევროინტეგრაციის პროცესზე, მოგეხსენებათ სერბეთს უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე, თუმცა ასე ვთქვათ, ჯერ სინათლე გვირაბის ბოლოს აქაც არ ჩანს. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს გაწევრიანების გზაზე. ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია იმ წუხილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან მიმართებაში. ასევე საუბარი ჰქონდა ეკონომიკურ პროექტებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. თვითმმართველობის არჩევნების უთანხმოების საგანია ოპოზიციური პარტიები და მხოლოდ ორი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია. ესენია ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით არსებული პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდება, დასრულდება პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას წლები დასჭირდება. მოვლენათა განვითარებას ელოდებიან გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდები. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე არც ერთ ეტაპზე უთქვამს უარი პარტია გირჩს. რა განწყობებია ოპოზიციაში და რა მოლოდინი აქვს ქართულ ოცნებას? პოლიტიკური შეფასებებით კესო ქაფიანიძე გვერდდება. თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი, თუმცა ვინ დახვდება ამ მომრჩეველ საარჩევნო ბიულეტენზე ჯერჯერობით უცნობია. ამჯერად აზრთა სხვადასხვაობის და უთანხმოების მიზეზი ოპოზიციაში სწორედ თვითმმართველობის არჩევნებია. ზუსტი და კონკრეტული პასუხი გასცა დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ. მან განაცხადა, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და იგივეს მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმ არგუმენტებს ასახელებს, რა არგუმენტებითაც არ უნდა მიიღონ ოპოზიციონერმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა, ასევე მკაფიო პასუხი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც დღეს პარტიაში განაცხადეს, ისინი არ აპირებენ და არ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა პოზიციები ჯერჯერობით არ აქვს შეჯერებული გახარიას პარტიაში. ისინი ამ ეტაპზე მსჯელობენ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას და როდესაც გადაწყვეტენ მას შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე დღის წესრიგში არ დგას ლელოს დღის წესრიგში თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ამის შესახებ მათ დღეს კურიერთან საუბარი არის სურვეს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სალსახა პასუხი აქვს და მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ეს არის გირჩი და მათ უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. ნაციონალური მოძრაობა ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას პოლიტიკურ მოცემულობაში, აზრი არ აქვს არანაირ საარჩევნო პროცესზე საუბარს. მკაფიოდ უნდა იყოს ყველა აბსოლუტურად პოლიტიკური ძალა თავის პოზიციებში, ნაკლები სივრცეს უნდა ტოვებდეს სპეკულაციებისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის მისაღებ გადაწყვეტილება, ამას გავლენა ვერც ნაციონალურ მოძრაობას ვერ ექნება, ვერც ქართულ ოცნებას ვერ ექნება და ვერავის აბსოლუტურად ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნება, გარდა ჩვენი საზოგადოებისა, ჩვენი მოქალაქეებისა, ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდისა. ამიტომ ჩვენ როგორც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მაშინვე საზოგადოებას ამას დაკავშირებით ვაცნობთ. მიბაძონ
მისი გვარამიას პარტიას და თქვან რომ ისინი არც ერთ ვარიანტში არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იმიტომ რომ არ დააბრუნონ ქართული საზოგადოება. შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ ხოცების დამარცხება ამ არჩევნებზე, მაგრამ მე მგონი არც მოგვეთხოვება, იმიტომ რომ ახალ ტრამვა გადატანილი ვიქნებით, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად რაღაცა ტიპის ოპერაციის შედეგად გაეცლება პოლიტიკურ ველს. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში მარცხისთვის არის განწირული და მათი გადაწყვეტილება არის დამოკიდებული მხოლოდ უცხო ქვეყნების დირექტივებზე და მას შემდეგ ახდება ცნობილი ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც ისინი მიიღებენ უცხო ქვეყნებიდან დავალებებს და რაც შეეხება ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ მომავალს, როგორც ისინი ამბობენ, განწირულია მარცხისთვის. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მიიღებენ არ მიიღებენ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ ისინი რა თქმა უნდა აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის და არ ვიცი, ხა როგორც უნდათ ისე მიიღონ გადაწყვეტილება, გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ არ ჩაერთონ, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს, მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევები და პრობლემები რაც გვაქვს დღეს ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, გაეცეს ღირსეული პასუხით. მათი ნაწილისგან არაერთხელ გვითქვამს ესეც, რომ რაფერის ჰალსტუხს დაიკიდებ და რაფერით დაბრენდავ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი არიან ერთი დედა პარტიის შვილები, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. ნაწილი, ესე ვთქვათ, მიიღებს დავალებას, რომ ისაუბროს იმ რიტორიკით, რომელი რიტორიკითაც დღეს საუბრობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ნაწილი შეცვლის ამას, არ გამოვრიცხავთ, რომ დღეს ერთი თქვა, ხვალ მეორე, ზეგ მესამე, ეს ხო მათგან ჩვეულებრივი მოვლენა და არაერთ საკითხზე მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ ხო არ აქვთ არანაირი, ესე ვთქვათ, მორალური ფასეულობები პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიიღეს დავალება, ასრულებენ მყისიერად ამ დავალებას. ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას უცნობია, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ჩატარდება 4 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დახვდება ამ მრჩეველს ბიულეტინზე. მადლობა კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს საუბარია კომისიაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულს სწავლობს. ხვალინდელის ხდომა დაეთმობა კომპანია მაგნატის საქმის განხილვას პოლიტიკოსებთან ერთად. ხდომაზე მიწვეული ავტოგასამართის ადგურების ქსელის მესაკუთრე და მისი ადვოკატი. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე აცხადებს, რომ ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ჯემალ ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. ჯერ უცნობია მივლენ თუ არა პარტია ლელოს ლიდერები პარლამენტში. დღეს მამუკა ხაზარაძის გუნდში კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა დანარჩენ ოპოზიციაში ითქვა, რომ პარლამენტი და შესაბამისად დროებითი კომისია არალეგიტიმური, არაპირებენ მასთან თანამშრომლობას. ქართულ ოცნებაში კი ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენი პარტიული პოზიცია იქნა გაცხადებული, რომ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად ახლა საგამოძიებო კომისიაც ვერ იქნება ლეგიტიმური, თუმცა ახლა ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პირადად და ინდივიდუალურად. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. თუ ვინმე სხვანაირად მოიქცევა, ეს მათი გადასაწყვეტია. სავალდებულო არის და მათივე ინტერესია, რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე ქვეყნის გარეთაც კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას მიმართავ, რომ უყურონ ამ პროცესს და ნახონ, ვინ არიან ისინი, რომლებიც დღეს მოუწოდებენ მათ, რომ ასე ვთქვათ, მოუწოდებენ მათ, რომ მათ მხარეს დადგეს. ვინ არიან ის საქართველოს ის მოქალაქეები და ვინ არიან ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. დღეს ხო იგივე სახელები არის. როცა ევროპარლამენტიდან რა გვარებიც გვესმის, რასა იუკნევიჩიანე და სხვები, ვინ არიან? ეს ის ხალხი არის, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და ეს ის ხალხი არის, რომელიც მას აგულიანებდა, რომ 2021 წელს შემოპარული იყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა. ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ.
რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე, წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე, ყველაფერ ამაზე ქონდა მწვანე შუქი ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან. ამიტომ ხვალაც მნიშვნელოვანი მომენტი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები არიან ზოგი პოლიტიკაში. ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას უთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელსაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ვიცით თუ რა ხდებოდა, თუნდაც 2008 წლის ომი რო ავიღოთ, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც ჭირდება პასუხები. რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად გვახსოვს ყველას თუ რა ხდებოდა ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებზე ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. და მაშინ ხაზარად ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან. პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ყველა კითხვას უნდა გაესწრეს შესაბამისი პასუხი, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს ყველაფერზე. პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება. ნონა ქურდოვანიძე თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაჩივრების დროს დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ. კითხოს თუ რატომ არ მოითხოვეს კანონის შეჩერება ევროპულ სასამართლოში, მაშინ როდესაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვეს, საიას თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქმის წარმოების პროცედურები ამ ორ შემთხვევაში არის განსხვავებული. დეტალებში არ შედიან ოპოზიციურ პარტიებში, თუმცა არგუმენტი მათთვის მეტნაკლებად მისაღები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგი და საქართველოს სხვადასხვა სამართლებრივი სივრცეა. სულ სხვა ახსნა აქვს ქართულ ოცნებას, როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, ეს არის დასტური, რომ კანონი არ ებრძოდა მესამე სექტორს, ითხოვდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და საპირისპიროს ვერ დაამტკიცებდა მომჩივანი ევროსასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნა შენი სამართლებრივი სივრცეას, გარეთ მოთხოვნა სხვა სამართლებრივი სივრცეში ბრძოლა არის, მე არ ვიცი მათ ნაცვლად. ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, რატომ არ მოითხოვეს. შეიძლება შეცდომა დაუშვეს, შეიძლება არასწორად გათვალეს რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოითხოვეს. ფაქტობრივად ჩვენ მოვისმენთ აღიარება, რომ ისინი ვერც ოქტომბერში ხედავდნენ რაიმე საფრთხეს, როდესაც საჩივარი შეიტანეს ევროპული სასამართლოს წინაშე და ვერც დღეს ხედავენ რაიმე საფრთხეს და წინაპირობას, რომ მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფა, გამჭვირვალობის კანონის მოქმედების რაიმე ფორმით შეჩერება. თუ ერთი მხრივ იგივე სუბიექტები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო კანონის მოქმედება, რადგან ყოველი დღე გამოუსწორებელი საფრთხის წინაშე აყენებდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს ვისმენთ, რომ ესეთი საფრთხე მათ ვერ დაინახეს ოქტომბერში, არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს და უფრო მეტიც ამბობენ, რომ დღესაც მარტში ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს წინაპირობებს, რომ ესეთი მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე დაეყენებინათ და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელოვნურად ხდება ხოლმე საკითხებზე რეზონანსის შექმნა, თითქოს საქართველოს ხელისუფლების რაიმე მოქმედება, კანონის მიღება არღვევს მათ უფლებებს, ხდება ზეწოლა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლო სისტემაზე, თუმცა როდესაც უკვე საქმე დადგება ხოლმე ევროპული სასამართლოს წინაშე, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. თავის დროზე საჯაროდაც მოუწოდებდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე. ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას, მანამ სადაც მიმდინარეობს განხილვა. და ამ პასუხს გაურბოდნენ და 6 თვის თავზე, როგორც იქნა აღიარეს, რომ თურმე აღმოჩნდა, რომ არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო მათი სარჩელი განსახილველად, გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილა დროებით ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი NGO-ების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. და შეგახსენებთ, რომ მათ მოღალატეებს უწოდებდნენ, სოროსის ფონდის წარმომადგენლები, ისფედის, თითო საიას წარმომადგენლებიც თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში თვითონ აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. საია და ის 100 უცხოეთიდან დაფინანსებული NGO, რომელიც არის ავტორი ამ სარჩელისა, თავად აღიარებენ,
რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. ამავე დროს აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, იმიტომაც არ მოითხოვეს, რომ მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოს. ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატო ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის. იცოდა თუ არა მან, რომ საიას არ ქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონური პროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატო მალავდა ამ ყველაფერს. მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას ეხებოდა. ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშ ვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურობის განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი ეხებოდა კონსტიტუციის 78 მუხლის შესაძლო დარღვევას. ეს მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღო ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. იგივე კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 4 სარჩელი არის შესული. აზზე მეტი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის წინააღმდეგ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი შეფასებით, ამერიკული ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, საქართველოს ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. მათივე თქმით, არაპირებენ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონებით საქმიანობას. პასუხად მართულ გუნდში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ სწორედ სპეკულაციების დასასრულებლად გადაწყვეტეს ამერიკული კანონმდებლობის თარგმანის მიღება, რის შემდეგაც უკვე დამტკიცებული რეზონანსული კანონი, რომელსაც ოპონენტები რუსულს ეძახიან, გაუქმდება. სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე სვამს კითხავს, როდის შემდეგ გახდა მიუღებელი ამერიკული სამართალი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამიტომ თუ კი ეს კანონი სულისკვეთებით იქნება ამერიკული, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ ქართული ოცნება დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონების ცხოვრებას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას. ეს ასე თქვა სტიგმატიზება კანონების როგორც რუსული კანონი და ასე შემდეგ ხომ ნახეთ და ბოლო პერიოდში კარგად ხედავთ რომ ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი. ხედავთ რომ ამ ილეთს როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და როგორ იყენებდნენ ტრამპის წინააღმდეგ, მათ შორის ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ აი ამ NGO-ებს. იმისათვის რომ რაღაცა კანონს შეეწინააღმდეგო, ან რაიმე პროცესს უნდა მიაწებო კლიშე რუსულისა და მორჩა ამითი გაიქცა დისკუსიას. ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც იყენებენ NGO-ები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე მათთან კითხვა არ მაქვს. მათ კითხვა მაქვს დონორებთან, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში და სხვა საელჩოების თუ დონორების წარმომადგენლებთან, რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართული ხალხის წინააღმდეგ. სიტყვით არის ის, რაც არის ამერიკაში. ტყუილია თითქოს ეს არის რაღაც მტრული ქვეყნების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, მხოლოდ ამ შემთხვევაში აი გილაურის კომპანია შეიყვანეს ახლა რეჩი. პირველი ტყუილი გადავწიეთ გვერდზე, ანუ ეს არნიშნავს, რომ მხოლოდ მტრულის მიმართ არის. ეს არის მაშინ, როდესაც სხვისი ინტერესების გამტარებელი. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნის ან უცხო პრინციპალის თუ დამკვეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში, ასეთი ორგანიზაციები უნდა შევიდეთ. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც რეგისტრირებულია ესტონეთში, თქვენი აზრით, ვის ინტერესების გამტარებელია? ამ უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს თუ რამე პრობლემა აქვთ, იციან სად მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მიმართონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თუ კი რამე არ მოსწოთ ამ კანონში. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უკრაინის 2 მოქალაქე, მათ გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მეტადონი და ელექტროსასწორები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე დეტალურ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოგაწვით, იმიტომ დასაცავ პირს ამის სურვილი არ აქვს. გეტყვით მხოლოდ, რომ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. მიიჩნია, რომ დასაბუთებული იყო სამივე ფორმალური საფუძველი, მათი მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების რისკი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ბრალდების მხარე მათ ედავება ერთ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შეძენა შენახვას, ხოლო მეორე ბრალდებულს ისევე როგორც მეთადონის, ასევე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს უკანონო შეძენა შენახვას. ორგი სასამართლოს ხდომა გაიმართა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდები დაკავებული მათე დევიძის საქმეზე საუბარი აქციის მონაწილეზე, რომელსაც პოლიციელებისთვის ჯოხის მსგავსი ნივთის ჩარტყმას ედავებიან. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს სასამართლოს ჩვენებამისა ურმა მოწმემ. მათგან ერთი საქმის მთავარი გამომძიებელი, მეორე კი დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელია. მის ჩვენებას დაკავებულის ახლობლების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოყვა. ამ საქმეს სულ 3 დაზარალებული პოლიციელი ყავს. თავდაც სასამართლოს ხდომაზე მოწმედ დავკითხეთ დაზარალებული ლევან კოდელაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს მას მოულოდნელად დაესხა თავს მათე დევიძე და თავდასხმა გამოხატული იყო ჯოხის დარტყმაში. ჯოხი დაარტყა მას ხელის მიდამოში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელზე აღენიშნებოდა ამის შედეგად სიწითლე. არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის, იმიტომ რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა. დანაშაულის შემოდგომას ეს მოქმედება რა თქმა უნდა ქმნის, ამიტომ ეს პირი არის დაზარალებული. ხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ბაქარ გუნჩაძე, რომელმაც ჩაატარა უმეტესი საგამოძიებო მოქმედებები და ის იყო ამ საქმის მთავარი გამომძიებელი. მან სასამართლოს მიაწოდა ასევე ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, დაადასტურა ის, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მიიღო მათე დევიძესაგან ინფორმაცია გამოკითხვის დროს, სადაც ის ადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ნატოს დელეგაცია თბილისში სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ ნატოს საწვრთნელი ცენტრის მეთაურის მოადგილე პეტრ სვობოდა და GFTC-ის წვრთნებისა და სწავლების გაყოფილების წარმომადგენელი პოლკოვნიკი ლადისლავ სვეზდა. მათ კრწანიში ნატოს საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში უმასპინძლეს გააცნეს ამოცანები, პროექტები და გეგმები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სწავლება ნატოს საქართველო 2025, რომელიც საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარდება. სტუმარმა კვირის განმავლობაში მოინახულა ჩვენი საწვრთნელი არეალები, სადაც ასევე მას შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირებოდა იქ მყოფ წვრთნებში ჩართულ სხვადასხვა ქვედანაყოფებს. ასევე მოგეხსენებათ მიმდინარე კვირას მიმდინარეობს ნატოს საქართველო 2025-ის დაგეგმვის ფაზა, სადაც მან მოისმინა არსებული პროგრესი. მადლობას ვუხდი გენერალურ შტაბის უფროს მოწვევისთვის და ნატოს საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გუნდს მასპინძლობისთვის. ეს ვიზიტი ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიხილოთ თუ როგორი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ნატოს საქართველოს სწავლება ერთად წვრთნის კარგი შესაძლებლობაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ იდეები, კულტურა და სხვა. ეს სწავლება ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალებაა. ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს ქსელთან და ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური განმარტებით შეისწავლეს ცხოვრების დონის გაუმჯობესება მსოფლიოს 157 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე. საქართველოს ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით არის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში სერბეთთან, ბულგარეთთან, ლატვიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა. ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ქვეყნის პროგრესი ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს ქსელთან და კვლევითი ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით შეაფასა. მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში საჯარო დღეს გახდა. ისე მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორც კორუფციის აღქმა და თავისუფლება, ამ პარამეტრებში საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. საქართველოს აგზელებს კეთილსინტეზიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მაღალი ეკონომიკური ზრდით და კარგი რეფორმებით საქართველოს შეძლებს უკეთესი შედეგების დაფიქსირებას. კვლევის ფარგლებში ცხოვრების დონის გაუმჯობესება მსოფლიოს 157 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე შეფასდა. კვლევარებმა პროგრესის დასადგენად 2005-10 წლებში მსოფლიო გამოკითხვის შედეგები 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და საუკეთესო ხუთეულიც გამოავლინეს. ის რომ საქართველოს არის ამ შემთხვევაში წამყვან ხუთეულში, მსოფლიოს წამყვან 5 ქვეყანაში
მოხდრილი, საიდანაც 3 ევროკავშირის წევრია, ეს ცალსახად ხაზს უსვამს ბოლო წლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ბოლო 3 წლიანი ტენდენციის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას არის იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, იმ სოციალური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ხორციელდება ასევე ქვეყანაში და ჯამში ის რომ ეკონომიკური ზრდა აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეს კვლევა ჯამურად ამას უსვამს ხაზს. საფინანსო სექტორში აქცენტები თავისუფლებისა და კორუფციის აღქმის ინდექსებზეც გაკეთდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში კი 91 ადგილი დაიკავა. ანალიტიკოსების განცხადებით, საერთაშორისო წარმატება საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს. საქართველოს აქვს არა მარტო ცალკეული ერთჯერადი ზრდის მაჩვენებელი, არამედ მას აქვს სტაბილური მდგრადი განვითარების პოტენციალი და ეს კუმულატიური მუხტი ყოველწლიურად იძლევა დადებით პოზიტიურ შედეგს. კეთილდღეობის კვლევის ცენტრის მონაცემებითვე 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციას იკავებს. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერიაში დილიდან მიმდინარეობს შეხვედრა შტატების და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ადგილის სასტუმრო რიც კარტონია. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი კი არის 30 დღის ცეცხლის შეწყვეტა. აქცენტი კეთდება ენერგოინფრასტრუქტურაზე. ამას გარდა თეთრი სახლის თანახმად მოლაპარაკების მიზანია შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გემების თავისუფლად მიმოსვლას. რუსეთის დელეგაციაში არიან ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. რაც შეეხება შტატებს, ვაშინგტონს წარმოადგენენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკ ენტონი, ასევე მაიკ ვოლცის და კიტ კელოგის თანაშემწეები. საუდის არაბეთის დედაქალაქში გუშინ გაიმართა შტატები უკრაინის შეხვედრა, კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო. განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში. უკრაინის დელეგაცია რჩება ერიაში. მოლაპარაკების პარალელურად უკრაინაში საომარი მოქმედებებია. ღამით ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ოლქს შეუტიეს. დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. მიწასთან არის გასწორებული კერძო სახლები. აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. საჰერო თავდასხმის სამიზნე იყო ხარკოვის ოლქიც. უკრაინის ძალებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში 4 ვერტმფრენი გაანადგურეს. საუბარია K-52 ტიპის 2 და Mi-8 ტიპის კიდევ 2 ვერტმფრენზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია გასულ დღეებში ჰაიმარსის სისტემებიდან განხორციელდა. რეზინის ტყუები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს თურქეთში. დემონსტრანტების დასაშლელად ათასობით ადამიანი მეხუთე დღეა სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებს. მას ბრალი რამდენიმე მუხლი წაუყენეს. კრიმინალური ორგანიზაციის მართვა ქრთა მისაღება გამოძალვა, პერსონალური მონაცემების მოპოვება და ტენდერების გაყალბება. ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, რასაც თურქეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს. დაპატიმრების მიუხედავად იმამოღლუ თურქეთის ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. გასული 5 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს ქვეყნის მასშტაბით 1133 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავი უწყება მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობასა და პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ტრამპმა კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმიდან საკუთარი პორტრეტის მოხსნა მოითხოვა. ამერიკის პრეზიდენტს ნამუშევარი არ მოეწონა და განაცხადა, რომ მხატვარმა ის განზრახ დაამახინჯა. მისი თქმით, შესანიშნავად გამოიყურება ბარაკ ობამა, რომლის პორტრეტიც გვერდით კიდია და რომელიც იგივე მხატვრის მიერ არის შესრულებული. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხატვარმა სავარაუდოდ ასაკთან ერთად ნიჭიც დაკარგა. ის, რაც კოლორადოში შტატის კაპიტოლიუმში გუბერნატორმა გამოფინა, ყველა სხვა პრეზიდენტთან ერთად განზრახ იყო დამახინჯებული. ბევრმა ადამიანმა კოლორადოდან დამირეკა და მომწერა საჩუქრად, ისინი გაბრაზებული არიან. მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორ ჯარედ პოლის, რომელიც ძალიან სუსტია დანაშაულთა ბრძოლაში, რომ მან ეს ნახატი ჩამოხსნა, ჯარედს უნდა სცხვენოდეს საკუთარი თავის დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
არის კურიერი 6 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით თბილისში შეხვედრა გაიმართა. მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი. ამ სლოგანით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო პროგრამებზე. ოფიციალური ინფორმაციით წელს 8 მილიონი ნახევარი ლარით 35500-მდე მომსახურება დაფინანსდა. ყველაზე მეტ ადამიანს ინფექციური დაავადებებიდან მსოფლიოში იღუპება სწორედ ტუბერკულოზის გამო. ცოტა ხანი ასე ვთქვათ, კოვიდმა გადაასწრო, მაგრამ ეხლა ისევ დაიბრუნა და ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენ აღნიშნავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, რომლის მთავარი მიზანიც, ამ აღნიშვნის მთავარი მიზანიც გახლავთ იმის გააზრება, თუ რა წარმატება გვაქვს ამ დრომდე ქვეყანაში, როგორია სამომავლო გეგმები და რა თქმა უნდა ჭხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რაც არის წლევანდელი ალბათ მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის პრევენცირებადი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განკურნებადი დაავადება. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი რეზულტატები, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ დაავადებას ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში. წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება. მერის ინფორმაციით ფერდზე ანკერის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება და დაიწყება ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა. მიმდინარე პროექტს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარი იხარჯება. ფერდს ჰქონდა საშიშროება იმისა, რომ გარკვეულ მონაკვეთზე დაძრული იყო და დაიწყეთ გამაგრებითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელებული პირველი ეტაპი სამუშაოების დასრულებულია. მოგვიწევს ერთი ზოლის შეზღუდვა ბოლო სამუშაოების წარმოებისთვის. აქ არსებული ლეგოს ბლოკები, რომელიც არის განთავსებული გზის პირას, ეს ყველაფერი მოიხსნება და ჩაისმება ბეტონის კედელი. ამ სამუშაოების წარმოებისთვის მოგვიწევს ერთი ზოლის შეზღუდვა და მოძრაობა იქნება დარეგულირებული. გარკვეული დისკომფორტი იქნება, მაგრამ ძალიან მალე მოვრჩებით სამუშაოებს. მაისის ბოლოს მთლიანად დამთავრებული იქნება აღნიშნული პროექტი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს სამხეთის მატჩის დასრულებისას მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან კობიაშვილის თქმით, მაყურებლის მცირე ნაწილის ქმედება შესაძლოა UEFA-ს მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს და აზარალოს ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი. მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის კომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო შეურაცხყოფა მივაყენეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარს, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს ერთგულ კომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა. მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჭრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ვკითხულობთ ლევან კობიაშვილის განცხადებაში. სტადიონზე მოხდარ ინციდენტზე ისაუბრა კახა კალაძემაც. ცხადია ის, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ფაქტები ხდება. გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სომხებთან და ჩვენს მეგობარ ხალხთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ეს ფეხბურთია. ცუდი იყო ფაქტი, რაც მოხდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ ძმებთან, სომხებთან, დებთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა არ იყო ლამაზი ის, რომ გულშემატკივარი მოედანზე შემოვიდა, მაგრამ ფეხბურთს ახასიათებს ასეთი მომენტები. ეს არის მეტი არაფერი. 6-1 ამ ანგარიში დასრულდა დინამო არენაზე ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის. საქართველომ ბ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, დუბლი გაიფორმეს ოთარ კიტაიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ჩაკვეტაძემაც. გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო მოხვდა. შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. შეხვედრები სექტემბერში დაიწყება. ძალიან მაგარი გრძნობა და რა თქმა უნდა ჩემი დუბლიც ძალიან გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის კარგი თამაში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, რაც პირველივე წუთებიდან ძალიან მაღალ დონეზე მოვახერხეთ და ვიხარია რომ ესეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ და კარგი თამაში. ორი თამაში ვითამაშეთ, ორი მოგება, ყველაფერი ვცადეთ რომ ლიგ B-ში დარჩენილიყავით და გახარებული ვართ უყურა. ძალიან უგოლიანი მატჩი აღმოჩნდა. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ფეხბურთელს ასეთი საინტერესო მატჩისთვის. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ასეთი ლამაზი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები არაერთ გამარჯვებას აჩუქებს ჩვენ გულშემატკივარს.
პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ დღეს 6 პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შედგა ქართული ფინალის გიორგი ქალდანმა ზურაბ ზურაბიანი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ქართული ფინალი შედგა და ჩვენ შევძელით. რაც შეიძლება ჩემ მოწინააღმდეგეს, ყოველთვის ერთად ვართ, ერთად ვარჯიშობთ. ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და გვაინტერესებდა ერთმანეთის პროგრესი. თან პირველად ახალ კატეგორიაში გამოვედით ოლიმპიადის შემდეგ პირველი შეჯიბრი იყო ჩვენთვის და მადლობა მინდა ზურას უთხრა, რომ ესეთი ბრძოლა შემომთავაზა. ეს არის აღიარება იმ წარმატების, რომელიც გვაქვს ჩვენ და რაც ჩვენი პარასპორტსმენებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხდა და მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გვაქვს უკვე სიახლეები, თუნდაც აქამდე პარაძიუდოში ყველა ჩვენი medali მცირე მხედველთა ანგარიშზე იყო და დღეს უკვე გვაქვს განაღდებული უსინათლოთა შორის, რაც ნიშნავს, რომ პარაძიუდო საქართველოში ვითარდება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ. ესეთი ღონისძიებები ხელს უწყობს უსინათლოთა სპორტის განვითარებას და ჩვენთვის ყველაზე საამაყო ის მომენტია, რომ ძიუდო ჩვენთვის ახალი არ არის. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად უმასპინძლა წინა წელსაც მსგავს ღონისძიებას, უკვე მივეცით მეტი საშუალება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ღონისძიებისთვის ემასპინძლა. რუსთავის სპორტის სასახლეში ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მასტერკლასი გამართა. ურგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის მასტერკლასს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩასული სპორტსმენები ესწრებოდნენ. ძიუდოს ვარსკვლავი საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების პარლამ ლიპარტელიანის და ავთანდი ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. შოჰეი ონო საქართველოში პირველად იმყოფება და რუსთავში მასტერკლასის გამართვამდე თბილისის გრანდ სლემს დაესწრო. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი დღე გვქონდა. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ რუსთავის სპორტის სასახლეში საინტერესო მასტერკლასი ჩამეტარებინა. უმნიშვნელოვანესი დღეა ქვემო ქართლისთვის. ძალიან გახარებულები არიან ბავშვები, ძალიან ბედნიერები არიან და მე ვფიქრობ, აისრულეს მათი ოცნება და ის ნატრა, შოჰეი ონოს ერთად ყოფნა ვარჯიში, გაუზიარა მან თავის გამოცდილება ბავშვებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ახალგაზრდისათვის, ეს არის ახალი და დამატებითი мотиваცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატებაზე. ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა უმასპინძლეთ ყველასათვის ცნობილ ლეგენდარულ სპორტსმენს იაპონელს შოჰეი ონოს, რომელმაც ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ რუსთავში კონკრეტულად ჩაატარა სწავლება მასტერკლასი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე. დღის ყველა ამბავი ცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორჯიზები. ხვალამდე გემშვიდობებით.